მოგესალმებით ჩემი ძვირფასებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა უახლოესი ერთი თვის ტენდენციები. მას ასე ჩაიფიქრეთ საკუთარ თავი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავი და ვნახოთ რა ენერგიები შემოდის, რა ენერგიები გტოვებს და როგორი განვითარება ექნება თქვენ სამომავლო გეგმებს. ფინანსები, კარიერა, პირადი ურთიერთობები, ვნახოთ რა ამოვა, რა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია თქვენთვის უახლოეს პერსპექტივაში და მას ასე დავიწყოთ. მიხართ თქვენ. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია, ყველაზე ერთნაირად არ ეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენ თქვენთვის. გარდა გავიწყდეთ და ლაიქოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი, ეს აუცილებელია ენერგობალანსისთვის. დავიწყოთ, ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ თქვენ? და რატო ხართ ესეთი კონფლიქტურები? რატო ხართ ესეთი აბობოქრებული ხასიათის, რაღაცა შინაგანად ხართ ძალიან აღელვებულები? შესაძლებელია აფრთხილობ, შესაძლებელია ძალიან კონფლიქტში საკუთარ თავთან, ვერ მოდიხართ შეთანხმებაში საკუთარ თავთან და აი როგორ ხართ იცით წინააღმდეგობაში, ებრძვით საკუთარ თავს. ეს შემიძლია კითხოს. თუ საკუთარ თავთან არ გაგრძელები, მაშინ მოირდით უახლოეს პერსპექტივებში აუცილებლად კონფლიქტურ სიტუაციას. ეს კონფლიქტი შესაძლებელია საგზაო შემთხვევას უკავშირდებოდეს, ამიტომ ვინც მართავთ საჭეს ზიხარ საჭესთან და მართლაც მანქანას აუცილებლად მოერიდეთ კონფლიქტს, სიჩქარეს, რაც მთავარია, იმიტომ რომ არის აქ რაღაცა ძალიან რთული სიტუაცია. განსაკუთრებით 9-დან 5 დღის ტენდენციაზე, რიცხვები 5-7 შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, აი ამასაც მოერიდეთ აუცილებლად. კიდევ რა ენერგიებია? ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩემი ძვირფასებო, მიაქციეთ ყურადღება აუცილებლად თავის ტკივილი, აი თავის არეში უაზრო ტკივილი, ეს არის რაღაცა გარკვეული დამოკიდებულებებიდან გამოწვეული შესაძლებელია უძრო ღამეები, შფოთვები, აი ამას მიაქციეთ ყურადღება და არეგულირეთ ან თქვენი ნერვული სისტემა, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ დისკომფორტს გიქმნის. პარალელურად მიაქციეთ ფეხის კუნთებს, აუცილებლად ფეხის მტევანი კუნთი კოჭებთან განსაკუთრებით, აი აქ უფრო ტკივილის ენერგია მოდის. და იმით რა არ მიიღოს ჩემი ძვირფასებო. სიფრთხილე გამოიჩინეთ. აი აუცილებლად სიფრთხილე გამოიჩინეთ. ხმერთო ჩემო რა არის. კიდევ რა ხდება უახლოეს ერთის ტენდენციაზე, რა ცვლილებები მოდის თქვენს ცხოვრებაში და რას უკავშირდება ეს ცვლილებები? სამსახური, ბევრი თქვენთაგანთან სხვათა შორის სამსახური, სადაც უკვე დიდი ხანია არსებობთ, რაღაც ამოილია იქ უკვე რესურსები, იქ თითქოს აღარ არის შესაძლებლობები, რასაც ელოდებოდით, სასურველი შედეგი, სასურველი ხელფასი და ასე შემდეგ. ბევრი თქვენთაგანი დატოვებთ საკმაოდ თანამდებობას, შეცვლას გადაწყვეტოთ სამსახურის უახლოეს პერიოდში აუცილებლად თითქოს საჭირო დროს და მომენტს ელოდებით იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგათ. ბევრი თქვენთაგანი ვერ ელევით აი ამ სტაბილურობას, რომელშიც იმყოფებით, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, რომ იქ ნახე პერსპექტივები აღარ არსებობს. აი გაყინული იქნებით ერთ ადგილას, ნახეთ, აქ არის საწინაურების პერსპექტივა, აქ არც მომატება ხელფასის და ფინანსური რესურსების, სხვათა შორის დიდი ხნის უკან გადაგეტოვებინათ, ბევრი თქვენთაგან სასაკვირველია ყველასთან არა. თუმცა ნახეთ, აი ვინც განიხილავთ ამ საკითხს, სამსახურის შეცვლის საკითხს, აუცილებლად ძალიან დიდი სიხარული გაქვთ. უახლოეს პერიოდში მზია მოდის, ეს არის ახალი სამსახური, ეს არის სიახლე, ეს არის ძალიან დიდი სიხარული, ეს არის გამართლებული პერსპექტივები სხვათა შორის. მზე ამასთან ერთად ნიშნავს დიდ მონეტას ჩემი ძვირფასებო, რაც მოგიტანს სასურველ შედეგებს ფინანსების თვალსაზრისით. კიდევ რა შეიძლება განვიხილოთ ფინანსების თვალსაზრისით? აი, პერიოდი არის ძალიან კარგი გადაწყვეტილებების მისაღებად, მკაფიო გადაწყვეტილებების მისაღებად, ნაბიჯების გადასადგმელად, ეს არის უფრო შემოდგომის პერიოდი. არ აქვს მნიშვნელობა, როდის მიყურებთ. შემოდგომის პერიოდი იქნება ძალიან კარგი აი ამ გადაწყვეტილებების მისაღებად. მანამდე მოგიწევთ რაღაცა აწონდაწონვის რეჟიმში გადასვლა, კარგად ანალიზი საკითხების, ამიტომ ნახეთ, რომ არ მოხდეს თქვენი დაკარგვა შინაგანად, ანუ ნახეთ, რაღაცნაირად არ დაიბნეთ. ამისთვის არის აუცილებლად სწორი ანალიზი. ყოველ შემთხვევაში შემოდგომის პერიოდი იქნება ძალიან კარგი იმისთვის, რომ რაღაცა მკაფიო გადაწყვეტილებები მიიღოთ ფინანსებთან დაკავშირებით, რას უკავშირდება კიდევ ეს ფინანსები? აქ ბევრი თქვენთაგანის ვალდებულებები შესაძლებელია ეს იყოს ფინანსური ვალდებულებები, რაც ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდის. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რაღაცა შეიძლება თქვენს მოტყუებას ფინანსებთან დაკავშირებით. ნებისმიერი კონტრაქტი, ნებისმიერი რაღაცის ყიდვა, გაყიდვა, შეძენის თვალსაზრისით, ახალი კონტრაქტის თვალსაზრისით, კარგად განიხილეთ წერტილი და მძიმე და შემდეგ მოაწერეთ უკვე ხელი ნებისმიერ დოკუმენტს. რა სიახლე შეიძლება განვითარდეს პირად ურთიერთობებში, მოდი ესეც ვნახოთ უახლოეს პერიოდში. ხურსულობის არკანი ამოვიდა, მეგობრებო, ფრთხილად იყავით, ვისთანაც აქტუალური არ არის. ვისთანაც
ხო, იმიტომ რომ აი ეს ორსულობა თითქოს ძალიან დიდ წინააღმდეგობას შეგიქმნით. პირად ურთიერთობებში. ამიტომ თუ არ გინდათ რომ ეს გახდეს მიზეზი რაღაცა გარკვეული ურთიერთობების დასასრული თქვენი ორსულობა, სიფრთხილე გამოიჩინეთ. ეს ერთი ფაქტორი. მეორე, რაღაც ციკლი იხურება ნამდვილად. აი ვინც ესეთი რაღაცა შემიძლია გითხრათ, ტოქსიკურ ურთიერთობაში ვინც იმყოფებით, აი ძალიან ტრამვირებულ ურთიერთობებში, აქ უკვე იმდენად გაღრმავებული სიღარიბეა ურთიერთობაში, აქედან გამოსვლის დრო მოვიდა. სხვათა შორის ბევრი თქვენთაგანი დახურავთ ციკლს. დახურავთ ურთიერთობას და ასრულებთ ურთიერთობას ისე რომ ნახეთ, უკან მიბრუნების სურვილი და საშუალებაც აღარ გიქნებათ. აქ უკვე თქვენ დგავთ ნაბიჯებს, აქ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს, საკმაოდ დიდი ხანი იმყოფებოდით ერთ და იგივე წრეზე შეკრული, ნახეთ, თითქოს ვერ გამოდიოდით აი იმ რაღაცა დამოკიდებულებებიდან ურთიერთობის ენერგიის თვალსაზრისით, აი რეალურად მოგიწევთ აქედან გამოსვლა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ფიზიკურად აღარ იქნება. გატრიალდებით და წახვალთ, აქ იქნება გარჩევები, აქ იქნება რა ვიცი, ეჭვიანობა, ცოტა ავადმყოფური განცდები, კონფლიქტური ენერგია ჩამოძრფასება, მაგრამ იცოდეთ რომ ეს თქვენი ერთგვარი კარმა. ვინც განსაკუთრებით აუცილებლად ხასკავს მე ვინც იმყოფებით სამკუთხედში და ბევრი თქვენთაგანი ამ სამკუთხედს და თითქოს რაღაცა ახალ გარკვეულ სუფთა ფურცლიდან იწყებთ თქვენს პირად ურთიერთობას. ეტაპს ყოველ შემთხვევაში პირად ურთიერთობებს. რამდენად გამართლებული იქნება ეს ნაბიჯები? აუცილებლად გამარჯვებული იქნება ეს ნაბიჯები. სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ ეს ავადმყოფური განცდები, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია გაწუხებთ, დროა უკვე რომ დასრულდეს და რაღაცნაირად ახალი ეტაპი დაიწყოს თქვენს პირად ურთიერთობებში, რაც რეალურად მოგიტანთ გამარჯვებას. რას ნიშნავს ეს გამარჯვება? მოდი დავსვათ კიდევ კითხვა. სიყვარულის დოზი ამოვიღე. ძალიან დიდი სიყვარული მოდის თქვენთან. დროა რომ დატოვოთ სამკუთხედები, დროა რომ დატოვოთ ტოქსიკური ურთიერთობების, რამაც უკვე თავისი ფასი დაკარგა, თავისი რესურსები დაკარგა, ეს ურთიერთობა აღარაფრის მომტანი აღარ არის, საკმაოდ დიდი ხანი იყავით შებოჭილ მდგომარეობაში, საკმაოდ დიდი ხანი იყავით ჩარჩენილი როგორც ჭაობში ამ ურთიერთობაში, დროა რომ დასრულდეს ესეთი მსგავსი ურთიერთობები, იმიტომ რომ უზარმაზარი ტენდენცია არსებობს იმის, რომ ძალიან გულწრფელი, ძალიან ლამაზი და ძალიან დიდი სიყვარული შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ გავიგებთ, არა აქვს მნიშვნელობა, როდის ნახავთ ამ ვიდეოს, აი ნახვიდან 6 თვის ტენდენციაზე. გამარჯვებები თქვენს მხარეზეა, უზარმაზარი სიყვარულის თასებით, ამიტომ არ შეგეშინდეთ ტოქსიკური ურთიერთობებიდან გამოსვლის. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.